სახელითა მამისათა დადისათა დასულისა წმინდისათა ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის, რასაც რომ გვაძლევს ჩვენი სულების სიმხნევისა და სიმტკიცისათვის. და რაც თავარი არის იმ სულიერი საზრდოსათვის, რომლითაც მერე ჩვენ არათუ დღევანდელები, არამედ თაობები ჩვენ შემდეგ და როგორც ჩვენი წინაპრების ლოცვით, ვედრებით, სწავლებით მოვედით დღევანდლამდე და ყველაზე ძვირფას ვუვლით ვინარჩუნებთ დღეს ამას ყველაფერს კულტურას ეძახიან და არა ეს ჩვენი ცხოვრების წესი და ტრადიცია არის. და ეს ყველაზე ძვირფასი განძი რაც არის რწმენა ქრისტესი. რადგანაც ჩვენ გვწამს რომ ყველაფერი ღვთით მოგვეცა და ყველაფერი მისი მადლითა და კურთხევით არის ჩვენზე გარდამოსული. თუ ნიჭი შეიძლება გონებრივი თუ საქმეში წარმატება ყველაფერი ღვთის მადლით არის ჩვენზე მოცემული. დღევანდელი წუთის სოფელი ძალიან ყველა ხედავთ, ხო? ყოველთვის ესე იყო, მზაკრობით იყო სავსე. ბოროტი ცდილობდა და არც დღეს და არც მომავალში არ დაიღლება ამ ცდილობისაგან, რომ რაც შეიძლება უმეტი ფსული წარიდაცოს, მიიყვანოს თავის სამფლობელოში, ჯოჯოხეთში, რომ ამით გული დაწვიდა სულფალს. მაგრამ ვინც რომ გონიერია და ვისაც რომ თავისი წინაპრის სიტყვა ახსოვს, ვინც რომ ეკლესიის ქადაგებას სიტყვას ისმენს, ვისაც სწამს რომ ქრისტე პავლისა კეთილისა მომცემელი არის და ჩვენი ხილული და უხილავი განსაცდელისა წინამბრძოლი და მხედართმთავარია, რომელიც იმარჯვებს ამ ყველა განსაცდელზე, ვისაც ესე გვწამს, მაშინ აი ეს ამ წუთისოფლის მზაკვრება არაფერ სენს, არაფერ კიულს არ მიაყენებს ადამიანის გულსა და გონებას. თავარია თავად ადამიანი არ დათანხდეს, ასე ვთქვათ, არ ხელშეკრულება არ დადოს ბოროტა, რომ მისი რჩევით და მისი სწავლებით იცხოვრებს ამ წუთის სოფელში. მაშინ ყველაფერი ინგრევა, მაშინ ყველაფერი დასაღუპავად არის გადადებული, მაგრამ ღმერთი არ ხვდობს. მიუხედავად ესეთ ცუდ მდგომარეობაში ადამიანს არ ხვდობს ღმერთი და ყოველთვის ადამიანის, დაცემული ადამიანის ადგომას, სინანულს, ისევ ღვთისკენ მიბრუნებას ელოდება და ელის. და საკმარისია ერთი მხოლოდ გულითადი ესეთი ვედრება ოხრა აღმოხდეს, უფალი იმ წუთას სასწაულს მოულენს და სადაც რო გონია ადამიანური ყველაფერი ძალა ამოიწურა, იმ დროს ზუსტადაც ღმერთი ამ წყალობას არ დაიშურებს და არ დააკლებს. შეიძლება ითქვას დღევანდელი წუთისოფელი ჩვენს უდაბნოში სიარულს გავს. იმიტომ რომ ვისმენთ უდაბნოში მაცხოვრის ქადაგებას ეკლესია ქადაგებს, წირვა-ლოცვაზე ვდგავართ, აღსარებას ვიზახით, ვეზიარებით, მაგრამ მაინც უდაბნოში სიარულს გავს და ამ უდაბნოში სიარულის, აი ზუსტად უდაბნოში ქადაგების მსგავსი არის ჩვენი დღევანდელი ცხოვრება წუთისოფელი. და უფალი ყოველ ჯერზე აღავლენს ასრულებს სასწაულს, როგორც 5,000 დააპურა, 5 პური და 2 თევზით, ისე გვაპურებს ჩვენ მოსულებს წირვა-ლოცვაზე ზიარებით. და ყველა ტაძარში, ვინც კი მიდის ზიარებაზე, ის ყველა ტაძარში, ყველა მაზიარებელი უფლის სისსა და ხორცს ეზიარება. და ქადაგებს უფალი. და უფლის ნაცნები და ნაქადაგები წინაპარმა შემდეგ კიდევ ბევრჯერ გვიქადაგა და ეს იმდენად ცოცხალი სწავლება და ქადაგება იყო, რომ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი გადმოიტანა მერე გონიერმა ადამიანმა. მოციქული ამბობს, მოიხსენეთ წინამძღვარნი იგი თქვენი. ეს წინამძღვარნი არა მხოლოდ წინ რომ გვიძღვის, წინამძღვარი ჩვენი წინაპარია, რომელი გეტყოდეს თქვენ სიტყვათ ამათ ღვთისათა, ანუ მცნებას, რომელსაც ისინი ეზიარნენ და ნახეს რა სიტყვა ამ თანაზიარობისა მომავალ თაობებსაც, შვილებსა და შვილიშვილებსაც ასწავლებს, რომ აი მხოლოდ აი ამ გზით უნდა ეცხოვრათ. და ხედვიდით გამოსვლასა მას ცხოვრებისა მათისასა და
ვაზებდით სარწმუნოებასა მათსა. გახსოვთ ხო ქართლის მოქცევიდან. საქართველოში ქართლში მოვიდნენ ებრაელები 6 საუკუნით ადრე, როცა ნაბუქოდონოსორმა დაარბია ისრაელი და ზოგი წვეთ წაიყვანა და ზოგი კიდე გაექცა ამ განსაცდელს და მიმოიფანტნენ მთელი იმდროინდელი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში. და აი ნაწილი ებრაელთა 6 საუკუნით ადრე ქრისტეს შობამდე ჩამოვიდა საქართველოში. ჩამოიტანეს ერთი ღმერთის რწმენა და ილია წინასწარმეტყველის ხალენი. და საოცარია, როცა იცხოვრეს, ცხოვრობდნენ და ქართლის ცხოვრება, როდესაც მოქცევა ქართლის აღწერს წინა ნინოს მოგზაურობას, ანუ შემოსვლას საქართველოში, ამბობს, რომ ურბნისში, რადგან წმინდა ნინო იერუსალიმიდან მოდიოდა და ებრაელთა ყოფა ცხოვრება იცოდა და ენაც, ამბობს, რომ ურბნისში ებრაელები ებრაული თემით ცხოვრობდა და პირველად იქ მივიდა. როგორც ასე ვთქვათ, ნაცნობ ხალხთან. და შემდეგ შემოდის უკვე, როცა გაიკითხავს თუ სად არის ქალაქი მცხეთა, ასწავლიან და შემოდის მცხეთაში და იქაც ებრაული თემით ცხოვრობს და ისინიც იქ არიან. და სასწაულია მათგან იგებს ყვართის ამბავს უკვე მე-4 საუკუნეა. და ესე კითხვა-კითხვით მიაღწევს თუ სად არის ეს ყვართი და შემდეგ ღვთისმსასწაულიც ეძლევა. ასევე ელენე დედოფალი, რომელიც ეგვიპტეში მიდის წმინდა დედაქალაქში ეძებს უფლის ცხოველსყოფილ ჯვარს და იქაც კითხვა-კითხვით ეძებს თუ სად იყო ადგილი გოლგოთაც წოდებული. და ებრაელებმა იცოდნენ რა გადმოცემით თუ სად მოხდა ეს, მაგრამ ამ საიდუმლოს არ ამჟღავნებდნენ. ბოლოს მაინც დედოფალს უთხრეს და აუხსნეს თუ სად იყო გოლგოთა, ასევე სამეფო საუფლისულო ბაღში წმინდა ნინომაც ის ადგილი ჯერ ამბად, ხოლო შემდეგ ღვთისჩინებითა და სასწაულებით ნახა და მოიმუშაკა ჩვენი ერისთვის მთლიანად და ელენე დედოფალმა მთელი მართლმადიდებელი ქრისტიანებისათვის და ღვთისმოყვარე ადამიანებისათვის ის სასაუთმოქმედი ცხოველსყოფილი ჯვარი, რომელიც ჩვენი უძლეველი იარაღი არის ხილული და უხილავი მტრის წინაშე წინააღმდეგ ბრძოლაში. ჯვარი უფლისა. რატო ვამბობთ ამას ყველაფერს? იმიტომ რომ აი როგორც მოციქული ამბობს, ჩვენი წინაპრების გზას ვინც მისდევს, მათგან ნამცნების, რომელსაც მერე ტრადიციად აქცევს გონიერი ერი და ამას ყოველთვის ასე ვთქვათ იმეორებს ხან ტაძარში მოსმენილი ქადაგებით, ამ თუ ჩვეულებრივ ოჯახურ ყოფაში, ქცევაში, მაგალითად თუ რამ დღესასწაული აქვს, სადღეგრძელო სიტყვიან წინაპრისას და გაიხსენებენ რა სიკეთე გვიყო ჩვენ ღმერთმა. ანუ სახარებისეული ქცევაცა და სიტყვაც ისე გახდა ჩვენი ყოფიერების ნაწილი, რომ გაყოფაც კი აღარსად არ არის. ზღვარიც, ხაზიც კი აღარ ჩანს. და შემდეგ ადამიანები იწყებენ ფიქრს, რომ ყველაფერი სიკეთე, რომელიც ღვთის ცნების შეცვისებით და მისი კეთილი ნაყოფით თითქოს ჩვენი იყო, საიდანაც მოსული. არადა ეს ყველაფერი ქრისტეს მცნებაზე, ამ ტკბილ და ძლიერ ძირზე ამონაყარი რტო არის და ცნობიერება, რომელსაც ვერაფერი ვერ დაარღვევს. ვერანაირი ახალი, ასე ვთქვათ, წყვილი ზღაპარი, ქადაგება რომ ხდება, ვერანაირი ახალი მეცნიერება, ამას რაგინ ლიბერალური აზროვნება დავარქვათ. თუ კი მოციქული ამბობს, ქრისტეს მცნების წინააღმდეგ, ანგელოზი რომ ჩამოვიდეს და იმან გასავლოთ, იცოდეთ, რომ ის ეშმაკისგან არის. მოძღვრებასა, მრავალ სახესა და უცხოსა ნუ შეიწყნარებთ. რამე თუ კეთილად მადლითა გამტკიცებულ ხართ, გულითა და არა საჭმლითა, რომლითა ვერ არა ირგეს, რომელნი ვიდოდეს მას შინა. საჭმლით კი არ მივიღეთ ეს სიმტკიცე და ჩვენი მკლავი კი არ იყო ამ ჩვენი რწმენის ძლიერება. არამედ აი ის მოძღვრებასა კეთილსა, რომელიც მადლით იყო გადმოცემული ჩვენზე და ამ მადლით გამტკიცებულნი ვართ და არა საჭმლით, რომლითაც ვერაფერი ვერ ირგეს, ვინც ამას ეიმედებოდა და ამას მისდევდა.
ასე რომ ჩვენი სიძლიერე ურყევია და უძლეველია. ვერანაირი ახალი სწავლება, მოძღვრება, ფილოსოფია, ხშირად უყვართ ამ სიტყვის თქმა, ახალი ფილოსოფია არის. არაფერი ფილოსოფია, ჭეშმარიტება ერთია. ისიც ქრისტე, თანაც ჯვარცმული, ვინც ამას ირწმუნებს და ვისაც სწამს და არ დაუტევებს, ღმერთის შემძლეა და მფარველია მისა. ისე ჩვენი ერი, ჩვენი ქვეყანა. თუ კი ვირწმუნეთ ერთხელ და თუ გახსოვთ თქვენ ათონელ მამებს ცილი დასამეს, ცილისამება ხო როგორი ბოროტია და როგორი ძიმია და ეს ცილისამება დღესაც იარაღად ბევრს აქვს გამოყენებული. ისე იტყვიან ტყუილს ერთხელაც თქვათ არ შერცხებათ, არ შეშფოთდებიან. სამაგიეროდ მრავალ ფერს, მრავალ გვარს უამრავს ცილისამებას ამბობენ. ვისაც ცილს დასამებენ, იმან ამტკიცოს ვერა სიმართლე. ჩვენ კიდე არ ვამტკიცებთ სიმართლეს, იმიტომ რომ ჩვენი თუ საქმეზე მიდგება შორის მაძლებელი ქრისტეა თავად. აი როცა მოვა ქრისტე დიდებით და დაჯდება საყდარზე და მის გარშემო იქნებიან მოციქულები. აი მაშინ ეს ხილული სოფელი უცბად შეიძლება წამის ყოფით. მაშინ ყველა დაინახავს რა არის ჭეშმარიტება, მაგრამ უკვე გვიანი იქნება. ვინც ამ სიმართლემდე დევნიდა და შეურაცხყოფდა რწმენას, ის მწარედ ინანებს. ვინც მისდოდა და ეთაყვანებოდა ქრისტეს მცნებას, ის გაიხარებს. ოღონდ მერე მოხდება ისევ პირუთვნელი სამჟავრო და მაშინ განიყოფიან თიკანი და კრავნი ერთმანეთისაგან. მამებიც ამბობენ, მომავალი ჩვენი კეთილდღეობის თუ შეჭრებული ყოფის საძირკვლის დადება ჩვენს ხილულ ცხოვრებაში იწყება. ვინც აქ კეთილად შრომობს ღვთისადიდებლად, მაშინ მას იმედი აქვს, რომ ბოლო კეთილი იქნება და დაემკვიდრებს ადგილს, სადაც მართალნი დაემკვიდრებიან. ხოლო ვინც უქმად მეტყველებს, ლიქნით ამბობს, დასინის სიწმინდეს საღვთოს, ვინც შეურაცხყოფს საეკლესიო გადმოცემას და წესჩვეულებას, მაშინ მან უნდა იცოდეს, რომ ამ ყველაფრისათვის პასუხისმგებლობა მოუწევს. თუმცა სანამ ჯერ კიდე წირვა აღისრულება, სანამ ჯერ კიდე მზე ამოდის ცისკაბადონზე, სანამ ჯერ კიდე შეიძლება და გვაქვს დრო სინანულისა, ნუ ხოვნის ნურავი მივიდეს და სთქვას. აი მარტო რომ დარჩება და გულის გული ამხელს, რომ რაღაცა არაწესიერად იფიქრა თქვა, მივიდეს და თქვა სახსარებაში, რამე თუ გულმოწყალია ჩვენი უფალი ბატონი და ცოდვილთას წყალობს და მართალნი უყვარს და გაიხარებს, თუ კი მონანული მივა და თავის შეცდომას აღიარებს. ჩვენც ასე ვართ. ჩვენი რწმენა ერთია და ურყეველი. აქ ვთქვით ათონელ მამებს ანტიოქიის პატრიარქთან უჩივლეს, რომ არ ვიცითო ესენიო რა რწმენას მისდევენ. და იქ მაშინ გიორგი მთაწმინდელი მიდის და პატრიარქს ეუბნება იმ მონაზვნების სამხილებლად, რომ ჩვენ ანდრია პირველწოდებულმა მოგვაქცია გვიქადაგა და თქვენ პეტრე მოციქულმა და უმჯობესი არის და სწორიც რომ პირველწოდებულსა მას ვინც მან მოუწოდა, ვისაც მან მოუწოდა, მეორედ წოდებული ემორჩილებოდეს. ხოლო ჩვენ ერთხელ მიღებული ქრისტე ჩვენი სისხლით, მხრებით, გულით ვატარეთ და არცადაც არ დაგვიტოვებია. და ჩვენი რწმენა, მართალი რწმენა მე-19 საუკუნეში, როცა გუთელი ეპისკოპოსი იოანე ვერსად ვერ აკურთხეს, რადგანაც იქ მწვალებლობა იყო სხვადასხვა ეკლესიებში, მცხეთას ჩამოვიდა ქართლის საეპისკოპოსო სახლში, საკათალიკოსო სახლში და მცხეთას დაასხეს ხელი ეპისკოპოსად და ისე გაუშვეს თავის ქვეყანაშიო. გაკვირდა ანტიოქიელი, მეუბრუნდა მონაზვნებს და უთხრა, ხედავთ ეს ერთი ბერი რაოდენ სიმრავლეს თქვენსას ამხელს და არცხვენს თავის სიმართლით, რომელიც ღვთით მოგვეცა. და რატო იწოდება ჩვენი ეკლესია სამოციქულოდ, იმიტომ რომ მოციქულებს აქვთ აქ ნაკადაგები. ასე რომ ვერანაირი უცხო სწავლება, რა გინდა მრავალ გენდერზე გველაპარაკონ, რა გინდა დიდ დემოკრატიაზე გველაპარაკონ, რა გინდა ზღაპარი არ მოყვნენ, ჩვენ ვიცით ქრისტე ვაღიარეთ
თანაც ჯვარცმული და მას არასოდეს არ უღალატებთ. და ვინც ამწმენით იქნება, მასთან არის მადლი და კურთხევა ქრისტესი. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.